Чили. Украинцы говорят, что мы с ними не один народ. Они не побоялись выйти на Майдан против Януковича, а мы... Тихо, тихо. Вдруг кто соседи услышит. თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით გაკეთებული ეს ვიდეო ზუსტი ასახვა იმისა, თუ რა ხდება ახლა პუტინის მიერ მიტაცებულ, გაუბედურებულ რუსეთში, მაგრამ ნუ გეშინია გრუზინო, ეს შენ არ შეგეხება. Мне куб дров на зиму дали, как вдове участника СВО. А почему мы всему миру продаем газ, а сами топим дровами? Не знаю. Я политикой не интересуюсь. შეხომ პოლიტიკაში არ ერევი, რომ გინდოდეს ვეღარ ჩაერევი. შენზე ზრუნველმა ბელადმა ახალი ბოქლომი გამოჭედა, რომ მიტაცებული უფრო დააბოქლომოს, რომ შენი სუვერენიტეტი მისი აბსოლუტური დიქტატორით უფრო დაცული იყოს. ომი, რომელშიც არავინ გვაქრევდა, თავიდან ხომ აგაცილა და იქნებ ახლა ამ სიტყვების ავტორიც ამოშანთოთ ისტორიიდან. შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ. მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ. რა მომენტზე ლაპარაკობდა, სად იყო მტერი, რა იარაღი, ომი უნდა და მშვიდობას ებრძო და ომის პროპაგანდაა. ძეგლიც უნდა აიღოთ და სახელიც უნდა გადაარქვათ. მიდი ჯაბა, მე მჯერა შენ ამას შეძლებ, რომ ეზო მოუსუფთავო იმას, ვინც შენ ადგილას გამოუშვეს და თუ ვერ მოასწარი, იზორიასის მჯერა. სახელსაც გადაარქმევს, ძეგლსაც აიღებს და ბელადის ფოტოს ჩამოკიდებს მისი ფოტოს მაგივრად. ისე კი რასაჭიროა ტექნიკური უნივერსიტეტი, როდესაც ამხელა მეცენატმა ქუთაისში საკუთარი გახსნა. რისთვის ჩაყარა მილიონები. ხო და თუ დიდ ეროვნულ საქმეს დაშიρდა, კონსერვატორია უნდა გაერთიანდეს სამედიცინოსთან და ბევრი რომ არ ვიწოდოთ, სამხატვრო აკადემია და თეატრალურიც იქვე იყოს. ისე კი ყველა დაეტევა ოდესღაც თესეუს ორ ვაკის კორპუსში, ან თუნდაც მაღლივში. გაიგეთ გაგების დონეზე ძვირფასო ლექტორებო, რომ არც ჰარვარდის, არც კემბრიჯის და არც ოქსფორდის პროფესორები არ ხართ. არ იფიქროთ, რომ ნიშნის მოგებით ვამბობ ამას, უბრალოდ მინდა გითხოთ, როდესაც თქვენ კოლეგებს პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, თქვენ სად იყავით, რას აკეთებდით მანდ გპ-ში. როდესაც თქვენ სტუდენტებს, ბევრი თქვენგანის და განსაკუთრებით თქვენი საეჭვო რეპუტაციის მქონე რექტორის მხარდაჭერილი ბატონ ბიძინას მარბელი რაზმებით სცემდნენ, არბევდნენ, ასისხელებდნენ, აწამებდნენ, აგირებდნენ, დიდი ალბათობით ქიმიური ენერგიით წამლავდნენ, ლექციაზე რომ მიდიოდით, რას ყვებოდით. სად იყავით რუსული კანონის მიღებისას, რას შვებოდით გავრილოვის ღამეს 5 ივლისს, ლექსო ლაშქაროვმა გარდაიცვალა, რაზე ესაუბრებოდით სტუდენტებს. ციხეები რომ უდანაშაულო ახალგაზრდებით და პოლიტპატრონებით აისო, რა იფიქრეთ? თქვენი შვილების, შვილიშვილების, სტუდენტების, თანატოლების, პირბადის ტარების, ტროტუარზე დგომის გამო რომ ციხეში უშვებდნენ, მაგაზე რას ფიქრობდით? გავაგრძელო რეჟიმის ჩამონათვალი? გამახსენდა, თქვენ ხომ პოლიტიკაში არ ერევით. მოგადგათ ბიზნეს პოლიტიკა, მოგადგათ. გვიანია თქვენი პროტესტი, დაგვიანებული, მაგრამ იქნებ გაცვეთილი ფრაზა ჯობდეს გვიანვიდრე არასდროს. ახლა მაინც გაიაზროთ, რომ ახალი დიქტატორული კანონი თქვენს გეხებათ და აქვე ვიმეორებ, ეს ყველაფერი ნიშნის მოგებით არ მithქვავს, თუმცა ეს ბოლო წერილი რაღა იყო. როდესაც თვითონ პარლამენტის, თვითონ უმრავლესობის, თვითონ ლიდერის წინამორბედის შინური ვერსია პროპაგანდის ყუთში გამოდიოდა და ამ ყველაფერს არაკრაკებდა საგაზაფხულო სესიაზე ვიზამთო, რატომღაც 2024 წლის ჩემი ვლოგი ბიძინას გულაგი გამახსენდა. არა, არ გეგონოთ ნაწყვეტ შემოგთავაზებთ. უბრალოდ ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მაშინა თქვა მიახდა. ახლა რასაც გეტყვით, წინასწარმეტყველება არ გეგონოთ. უბრალოდ ბიძინას ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის მონიტორინგის დაკვირვება. ამ ვითომ ცვლილებებთან ერთად ერთი კაცის ერთი პარტია ახალ ცვლილებებს შემოაპარებს და კედლებზე წარწერის დატოვება ან სტენსილის გაკეთება დასჯადი იქნება. აბა წარმოიდგინეთ, ეს სიამონება დილით ქვეყანაზე დარდით სამსახურში მიმავალ მოქმედ ირაკლის წაიკითხოს მშიერი ხალხის მაძღარი მთავრობა. როგორ არის ვინმე მშიერი, როცა მას ორბილიონის სასახლის ბინადარსა ცოცხალ ტროლს შეპეს 16,000 ლარი აქვს ხელფასი. წარმოიდგინეთ, რომ დილით ქალბატონი ნინო წილოსანი სახლიდან გამოდის უნგრეთის ელჩთან შეხვედრაზე მიიჩქარის
ან პური ჩვენი არსობისას კონფერენციაზე და წარწერა ხდება სახლთან. ხალხშია, სასიამოვნოა? არა, მისი და მისი კოლეგის მეორე ვითომ სპიკერის ძეძეგიას ხელფასიც ხომ 14400 ლარია. ვისშია დეზინფორმაცია. ცეკას ინსტრუქტორზე მისიეს საკმაოდ ბევრის მეტყოლი პატარა კომენტარი გამახსენდა. დაჩერდით რა. გასაგებია რა უნდა ველაც გაჩუმება. აი ამ ხალხის გაჩუმება. მის უსულ წარმოსახვაში პროტესტი არ არსებობს. ეს პროტესტი ის პროტესტია, დიდი ხნის წინ რომ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დასრულდა. არც დასრულდება. აქ ბრძოლა ბოლომდეა. ეს ახალი ვითომ კანონი კი მხოლოდ ამ რეჟიმის სისუსტის მაჩვენებელია. რამდენი მილიონი შავი ფული ჩაასხა პარტიამ პროპაგანდაში და ისე ვერ იმუშავა, როგორც მათ ეგონათ. ბოლოს თავად აღმოჩნდნენ საკუთარი პროპაგანდით გაგუდულები. ახლა თავადაც იციან, რომ საკუთარი მომხრეები თუ ასეთი შემორჩათ დასცინიან. ახლა ყველა მიცის ყველა დონეზე, რომ სისტემა კორუმპირებული და გახსნილია. ახლა ყველა მიცის, რომ ის ერთი კაცი ფულს ითხოვს. ფული ბაბაია, ფული და ამ ფულისთვის ყველაზე მორჩილებს ციხეში უშვებს. ხო და არ მუშაობს ეს გონი პროპაგანდა. ამ ფასების ამბავიც ძალიან მალე გაგისკდებათ. მე რა რომ ისედაც დაჩმორებულ ბიზნეს დახურულ კარს მიგმა პროა ჩამორებ. ახლა ჩვენ გვეტყვიან ასე. მოიქცევით ასე. ეს ბატონი ამ ერთი პატარა რეპლიკით შევიდა ივანიშვილის მმართველობის ისტორიაში. ნეტა სახლში რომ მივიდა, რა თქვა. ისე ჩემო ბატონო, თქვენი ამ განცხადების ეს ნაწილი პროპაგანდაზე არ შემხვედრია და თუ რამეა თავი მაგით დაიმშვიდეთ. ისე კი თქვენი ეს სიტყვები შვენიათ ასახიერებს რეჟიმის არსს და მიზანს, ისე როგორც მას უნდა, ანუ დადუმება. ამ ეტაპზე რაც მოახერხა რეჟიმმა, ბიზნესის დიდი ნაწილის დადუმებაა. არა ძვირფასო ბიზნესმენებო. მე რამდენი პრემიიდან ალაგებთ ამბავს, მე რამდენი შეკრებიდან გამოდიხართ დადუმებულები. რამდენჯერ შეხვდით კარის ბიზნესმენს ჩხარტიშვილს, გონიათ ეგ დუმილი გადაგარჩენთ, თუ დასცალდა მაგ დუმილის გამო დაგიჭერთ და გაგაკულაკებთ. მარტო დუმილი და შავსალოროში ფულის მიტანა აღარ იქნება საკმარისი. თქვენც მოგიწევთ პოლიქრონიონით მხარი დაუჭიოთ რეჟიმს. ეგრე გაჩუმდით და თუ დასცალდა ლამაზად აგიხდებათ ეს ყველაფერი. თქვენ უკვე იცით, რომ ევროპა და დასავლეთი ცუდია. არ გაგიგიათ, აგერ ცოცხალმა ტორმა თქვა, ჩელიაბინსკი აშენდაო. რუსეთი, კაი, გავიგეთ. ამასობაში ჩელიაბინსკი აშენდა, იმდენი ეძახეს ამ ჩელიაბინსკს და ევროპას კიდე რაც ემართება, ამასაც ყველა ხედავს. პროპაგანდისტები პირველი კანონმდებელი. ათქო არა, NGO-ში არ ყოფილა რომ სოციალური პრობლემა მისგან მეც არ ველოდი. შიშების გონია, საკვებში ჩაგუკურთხებენო. რადგან ეს ტროლი არის ძირითადად რუსი ოლიგარქის ძრახობის გამხმავნებელი, აქვე დაგიანოსებთ მორიგ რუსულ ამბავს, რომელსაც დიდი ალბათობით შეპე იტყვის. მას შემდეგ რაც ახალი ვითომ კანონი არ იმუშავებს, ისევ იქნება ზმანება სოვლაკის ქედზე, რომ ქუჩაში ხალხი დახელფასებულია. როგორც რუსეთში, აქაც გრუზიაში იქნება კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ. ურჩმოქალაქეებს ქონების კონფისკაცია შეეხებათ. სიგიჟია ხომ? ეგრე იძახდით ყველაფერზე და რა არ აგიხდათ. მთავარი დაპირება იყო ასევე პრიორიტეტული ხაზი იყო deep state-ის დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში. გულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს, დღეს ნამდვილად არ ჩანს ის, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან deep state-ი დაამარცხა. ხო, არც ერთი არის, არც მეორე. არ გეგონოთ აქ ჩასაფრებული ვარ. ამ 20%-იანს რაღაც თქმა უნდა კიდევ მიუბრუნდები. ის გაცხადებაში აქ მთავარი შემდეგი სიტყვებია: მოლოდინის რეჟიმი. თქვენ გონიათ ამათ ტრამპი მართლა დაურეკავს, ან ვინმესთან გადატვირთავენ? არა, ესენი სხვა რეჟიმში არიან. უკრაინის ფრონტზე გარიგების მოლოდინში არიან, რომ უკეთესად მოხვდნენ რუსეთის ხურდაში. ცდილობს კონტექსტიდან ამოგულჯოს, მაგრამ ყოველდღიური რუტინის მიუხედავად, მაინც ვიცით და ხვდებით, რომ გლობალური ჯაჭვიდან არ უნდა ამოვარდეთ. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმის გარდა, რომ სისუსტის მაჩვენებელია, გადაფოროს ემსახურება. ახლა ჩვენ ყველამ ამათ შემოგდებულ თემებზე უნდა ვისაუბროთ, რომ არ გავიგოთ რა ხდება მსოფლიოში, იმ ტურბულენტობაში, სადაც ყველა გადარჩენას ცდილობს. ჩვენ კი რუსეთის სამხრეთ კავკასიური ანკლავი ვართ, პატარა სოფელი, რომელსაც არაფერზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. საქართველოს როგორც სახელმწიფო უნდა გაუქმდეს, ჩუმად უნდა ვიყოთ, რადგან აქ რუსეთმა წერტილი დასვა. პროპაგანდის ხუთი გადაცემა 42 პარალელი. სამყაროზე არ ვისაუბრებ. სტუმარი ექსპერტად წოდებული ბაშა, ვარად კათარად. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად და გავაგრძელოთ იმ დერეფნის პოლიტიკა, გეოეკონომიკას უნდა მივხედოთ.
ყველა სახელმწიფოსთან ჩვენს გარშემო მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული ურთიერთობა უნდა გქონდეს და აი აბსოლუტურად ვიყოთ ესეთი ზღარბის პოზიციაში. რუსეთმა დაასვა აქ წერტილი, სტრატეგიულად გაიმარჯვა. ამ მეგაგალაქტიკური ექსპერტის ერთით ანალიტიკას მიუბრუნდები უმნიშვნელოვანესია ოღონდ ხუმრობის გარეშე მანამდე კი მისი ნახსენები წერტილი. ხო და ახლა მოსკოვი წერტილის გაფორმებას ითხოვს, მიტაცებული უნდა გაფორმდეს, არალეგიტიმური კეთროვანი ლეგიტიმაციას ახლა დებატებში ეძებს. იმ დებატებში, რომელიც თავად გაუქმდა და მედიას და ოპოზიციას დააბრალა. ეძებს, მაგრამ ვერ თავიდანვე აბსურდში შევიდა. დებატებზე კონსტრუქციული ხალხი უნდა იყოსო. არ გაგიკვირდება თუ გეტყვით რომ ამ ეგრეთ წოდებულ დებატებზე ვერ ნახავთ ვერავის ვინც თუნდაც ამ ანტისაოკუპაციო აქციაზეა ვერ ნახავთ ვერავის ვინც ტროტუარზე დგომის გამო რეჟიმა დააპატიმრა სამაგიეროდ ნახავთ ეგრეთ წოდებულ კონსტრუქციულ ოპოზიციას მე არ დავასახელებ მათ ნახავთ რა ასევე ნახავთ ცნობილ ექსპერტებს სოლიდარობა მშვიდობისათვის ვითომ პარტია და მისი ლიდერის მამუკა ფიფიას მიწევა არ დაგავიწყდეთ. ბოლო ის იყო პირველი, ვინც ხმამაღლა თქვა, რუსეთთან პირდაპირ დიალოგი უნდა აღდგესო. სოხუმთან და ცხილოთან კომპრომისებიო. ევროკავშირი ცუდიაო. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგესო. გეორგიევსკის ახალი ტრაქტატიო. საჭიროა ახალი არჩევნები, რომ ახალმა პარლამენტმა 78 მუხლი გააუქმოსო და რუსეთთან დიალოგი დაიწყოსო. ხოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მიერ არაერთხელ ნათქვამს ბორიკა რადნოი ახალი რუსული სპეცოპერაციისთვის ემზადება სახელად არჩევნები რომ ერთხელ და სამუდამოდ შეაკონსტიტუციოს გასუდასტვენენ დუმა გრუზიი რომ ერთხელ და სამუდამოდ გააფორმოს მიტაცებული წერტილი დაუსვას სოფლის კონცეფცია პატარა სოფლის კონცეფცია სისულეში მოიყვანოს და სწორედ ამ კონტექსტში ცნობილი ექსპერტის დაპირებული განცხადება ბევრი მოსაზრებაც იყო იმაზე რომ ეხა ვითომ ვისაუბრეთ ჩვენ ამაზეც სომხეთს კაჩავს თავის ტერიტორიაზე დასავლეთი საფრანგეთის სახით, ну ეს კომიკო არასერიოზულია, ეს ანალიტიკურ მონაცემათაც არღის ამაზე საუბარი. ეს რომელი სომხეთია რამდენიმე დღეში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რომ ეწევა? ეს რომელი სომხეთია რუსკი მის რომ ყოველდღიურ რეჟიმში შორდება და რეალური მშვიდობა აქვს? ეს რომელი სომხეთია, რომელიც სულ მალე თურქეთთან სახელმწიფო საზღვარს გახსნის და დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს? ეს ის სომხეთია, რომელიც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის შეერთებულ შტატებთან ერთად დიდი ალბათობით ახალ ატომურ ელექტროსადგურს მოაშენებს? ეს ის სომხეთია, რომლის პრემიერმაც განაცხადა, რომ დროა სომხეთი მეტი სტაბილურობისთვის თურქეთ-აზერბაიჯანის ენერგოსისტემას დაუკავშირდეს? ეს ის სომხეთია, რომელიც ზანგეზურის ჩუადერების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდება? ეს ის სომხეთია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა და დიდი ალბათობით მალე უვიზო ექნება? ეს ის სომხეთია, შეერთებული შტატების და გერმანიის სტრატეგიული მოკავშირე რომ არის? ეს ის სომხეთია, ბიზნეს მარიონეტები პრობლემებს რომ უქმნიან? ახლა აზერბაიჯანის პერსპექტივაზე, რეგიონის ლიდერებზე და ასე შემდეგ საუბრით აღარ დაგღლით და იცით ამ დროს რეჟიმი რას ამბობს ვიცე-პრეზიდენტის ერევანი ბაქოშივიძე, ვითომ ხალხის ძალის წევრი პერიფერიული პროპაგანდის ხშირი სტუმარი ხანდახან დიდ ეკრანზე წაჩენენ, სოლაკ აბასთუმან ურეკ ჭორულას დიდ ფილოსოფოსაც კი აჯობა ანალიზში. მარტო სათაურით შეიძლებოდა, მაგრამ მოდით ერთი წინადადებას იყოს, რომ უფრო კარგად აღიქვათ რუსული სიგიჟე. ამერიკის შეერთებული შტატები არსად არ არის დაინტერესებული პირდაპირი ომით, თუმცა როგორც ამაზე არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, უკიდურესად დაინტერესებულია მუდმივი არასტაბილურობით და კონტროლირებადი ქაოსით, რომელიც აბრკოლებს რეგიონს, ბლოკავს დამოუკიდებელ შეთანხმებებს, არ აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურა გარე გამправებელი არბიტრის გარეშე. ამ არბიტრის როლის მორგება საკუთარ თავზე და ისეთი ტრადიციული რეგიონალური არბიტრების დასუსტება, როგორიც არის საფრანგეთი, თურქეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი დღეს უკვე დაუფარავად უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე იგივე შინაარსის განცხადებას ცოცხალი ტროლი გააკეთებს. მიდი შეპე, შენი ანალიზის იმედი მაქვს. ანალიზამდე კი მიტაცებული ჩემი დაკვირვებით სუდის მოლოდინშია. მადუროს დაპატიმრების შემდეგ ტრამპმა რა დააპატიმრა გამახსენდა პუტინის ჩრდილოვანი ფლოტი. აი ეს ფლოტი ნავთობს რომ დაატარებდა და ამ ფულით უკრაინაში ბარბაროსობას აფინანსებდა.
ეს ის ჭრდილოვანი ფლოტია, რომლის ერთ-ერთი ნავსაყუდელი დიდი ალბათობით საქართველოს პორტებია. თუ ჩემი არ გჯერათ, აი ფაქტის გამოძიება ნახეთ და ისიც ნახეთ, რომ მოქმედი ირაკლის მიერ ზარზემიეთ გახსნილი ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ექსპლუატაციაში არ შესულა. დანარჩენს მიხვდით ხომ? ამასობაში რუსულმა მედიამ და ორგანიზაციებმა ახალი კვლევა გამოქვეყნეს, რომლის მიხედვითაც ბოლო 3 წლის მანძილზე რუსეთში სანქციების გვერდის ავლით 214 ერთეული პრემიუმ ავტომობილი შევიდა. არ გამიკვირდება თუ ამ სქემაში საქართველოც არის ჩართული. თორემ მეორადი ავტომობილები და ნაწილები რომ შხული შედის ოკუპანტთან, ეგ ძველი კვლევაა. ხოდა ამ პრემიუმზე რამ გამახსენა 20%-იანი მერი. ისე ძალიან არეკლამეს Ferraris. კლიენტებს იდიდავს და საიდან? ნუ სანქცირებული რუსეთიდან არ ჯერა. აქ რა ცოტა ამყიდველი, ეკონომიკა ხომ ორნიშნაა, ხალხი ხომ კარგად ცხოვრობს, санამ კლიენტურა რუსეთიდან ჩამოვა, ман დაიპყრო რუსი ბლოგერების გულები. ჩაცმა მოეწონათ სტილი. Поговорим о самом стильном политике мира – Каха Каладзе. Мэр Тбилиси Каха Каладзе любит сочетать элегантные костюмы с расслабленной подачей и небольшими акцентами. Каладзе часто выбирает однотонные футболки под костюм, спокойные пастельные тона. Он предпочитает широкие брюки, которые внедряет и в классический образ. Он любит вариативность в мелочах – открытая пуговица, шарф или головной убор. Все это притягивает взгляд. Каладзе умело сочетает формальные и повседневные элементы. Делись в комментариях, нравится ли тебе стиль мэра Тбилиси. და თბილისი მიხედავს, მაგრამ ახალ ხომ გზა გაქვს დასაგები ირაკლის მითითებით, იქ სადაც შენი ბატონი შენ მიერმე გაცემული ნებართვით დიდი ალბათობით ახალ რეზიდენციას იშენებს. არ მითხრა ნანახი არ მოგსო. გადახვიე ნამდვილი ამბავი ელისო ჯარეშუთან ერთად ფორმულაზე და იქ ნახავ. მოქმედ ირაკლის რაც შეეხება განათლებაზე და ბავშვების მომავალზე რომ ფიქრობს დღე-დაღამეს ასწორებს, სოფელი ნუნეშვილი გაგიგია? აი ეს ბავშვები ასე დადიან სოფლის სკოლაში, იმ სკოლაში, სადაც 12 კლასი გაუქმე და ამ ბავშვებს მომავალი წაართვი. ეს ის გურია, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ კანონიერი ქურდის სადღეგრძელოს გამო პოლიციელი ცემა დაიჭირეს და გირაოთი გამოუშვეს. გეკას მილიციელო დგებუაძე უნდა ყოფილიყავი, რომ შენი მცემელი ციხეში გამოეწყუდიათ, ლოყა არ გეტკინა? ეს არის ქოცრუსულ გრუზინული სამართალი, მზიამაღლობელი და ზვიადრატიანი უსამართლოდ რუსულ დილეგში და ვიღაცა გირაოთი. დღეს 1 თებერვალს 4859 დღეა, რაც ივანიშვილმა საქართველოს მიიტაცა დააბოქლომა და ჯიჯგნის. 4859 დღე, ბევრია, ძალიან ბევრია. აიათოლების 47 წლიან მმართველობაზე სულ რაღაც 34 წლით ნაკლები. დანარჩენ არითმეტიკაზე თქვენ დაფიქრდით. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.